გაუმარჯოს მოგესალმებით, როგორ ახართ? იმედია, კარგად ხართ, იმედია ხოთზე ხართ. მესამე დღეა უკვე, ძალიან მაგარი ამინდები გვაქვს. გაზაფხულის რა გითხრა, მაგრამ ზაფხული უკვე ახლოს არის. ბასეინი ჯერ არ გაგვიხსნია. ისე თუ გაინტერესებს, არ ვიცი, რატომ. ხო, რავი, თუ გაინტერესებს, ჯერ არ გაგვიხსნია. მოკლედ დღეს დავასრულეთ ბოსტანი ოფიციალურად. წინა ვიდეო ვინც ნახეთ, იქ მიწერდით, რომ რანაირად დაამთავრე ეგ ვიდეო რა იყო და ანუ მეტი არაფერი გაგვიკეთებია და მაგიტო დავამთავრეთ ისე როგორც დავამთავრეთ. როგორ გამოიყურება ბოსტანი? აი ესე გამოიყურება ბოსტანი. ოპა. აი მეგობრებო, ჩვენი ბოსტანი მიბოსტილი. ხო, რა შეეხება აი ამას? აქ გვაქვს ბალახი დათესილი და ის ჩიტებმა რო არ შეჭამონ მოკლედ ეს დათესილი. ამიტომ ყრია თივა, არ ვიცი, ესე ყრია რა. როგორც ხედავთ, დავყარეთ ქვები შიგნით სილამაზისთვის. თან იმიტომ რომ ფეხი არ დაგესვაროს, ან იწვიმოს, ითოვოს, რა ვიცი, ჩორტიოსნაი. ჩავყარეთ მიწა, ანუ მიწა როგორ ყრია, ხა პროფესორებისგან გადმომიხდებით. ქვევით არის ნაკელი სტილის მიწა და ზევიდან აყრია ასეთი მიწა. ხუაზე ხარ. ბუმბები. ვაიმე რა ლამაზია. მოკლედ მე ოფიციალურად სოფლის მუშაკი გავხდი. სოფლის რა? უბრალოდ ისე რა, country boy. რავი, ასე გამოიყურება და ახლა გინ მოგწონდეს გინდა რა. რავი, ჯერჯერობით კაია. მე მომწონს მაგალითად. ხო, ასევე ვყავდა სტუმარი. დათვი. კიდევ ერთხელ. და რა ქნა ახლა დათვმა? დათვმა ქნა ის რომ იქ ქვევით ქონდა ნაგავი რა, პატარა ბუტკასავით ქონდა რა გაგეთებული და იქ ქონდა ნაგავი. მოვიდა დათვი, უყურა, მოკლედო, არ იშლიო, ხო ლაშვარი შენსასო. არა მე უთხარი. ხო და არც მე ადგა გადმოატრიალა მთლიანად ეს ჩვენი პატარა ბუტკასავით სანაგვე. ეს აქეთ გაისროლა მოკლედ, ნაგავი შეჭამა, რაც წაიღო, რაც არა და ეზოში მიმოფანტა. კაპუჭა რა. ამიტომ ნაგავი გადმოვიდა აი აქ. ამაზე მაგას ვერაფერს ავაშენებდი. ქონდა იდეა რომ აგვეშენებია რაღაცა მსგავსი, მაგრამ მე რა ვიფიქრეთ რომ ანუ რაღა უნდა ავაშენოთ. მე ტეხავს ფული დახარჯო და ისიც აგინგრიოს, უკვე აშენებულია და ნაგავი გახლავთ უკვე ახლა შიგნით. არ ვიცი რატო გაინტერესებს. სადდებ ახლა მე ნაგავს, მაგრამ ბლოგს უხდება რა. განახებ ახლა სადდებს ნაგავი. აი, აგდებს ნაგავი. შიგნით შუქიც დავაყენეთ და მთელი ამბები, არა? შუქი, ბუმ. აბა რა. ნათელში იყოს რა. დათვი, თუ არ ჩვენ კი არა. ხო. მოდი განახებ ახლა რა გააკეთა ამ შათლახმა დათვმა. სახე გააძრო. ამიტომ იძულებულები გავხდით, რომ ნაგავზე ადგილი შეგვეცვალა. თან ამასობაში მეგობრებო, მთელი ეზოს დავალაგეთ. მოკლედ მზად ვართ ზაფხულისთვის. ხო, ასევე მეგობრებო, აი აქ იყო ხე. ძველ ვიდეოებიდან შეიძლება გახსოვთ. ეს ხე მოვჭერით და კიდე მოვჭერით აი იქ ხე. აბა, ანუ ბევრი რამე მოხდა რა, ესე არ არის, რომ აუ რასაკეთებ, არ გწოლე ვიდეო. არა ბრატ, რაღაცეები ხდება. და ხო, ვისაც ქათმების ამბავი გაინტერესებს, ქათმები დაიზარდნენ. ანუ წიწილები დაიზარდნენ და გახდნენ ქათმები. ახლა ქათმები გახლავთ გარეთ უკვე, მესამე დღეა დღეს. აი აქ. აი აქ არიან ჩვენი პატარა ქათმები. ვიცი რასაც ფიქრობ, ეგ ბრატ, საქათმია თუ სასახლე. ანუ არის რა საქათმია რა, აგე შიგნით არიან ქათმები. ახლა ცხელა. არ უნდათ გარეთ გამოსვლა, არ ვიცი რამდენი დაინახავთ, მაგრამ აგე, აი შიგნით არიან. თუ გამოვლენ უეჭველი და გალაპარაკებ არ არის ბაზარი. პირველი ამბავი ის არის რომ აი აქ გვინდა კურდღლები მოვიყვანოთ და მე ბაჭიები და რა უმესტუმრები და ბაჭიას დაგიკლავ ბრატ და ეგ თემა გვინდა რა. ხო და მეორე ამბავი არის ის რომ იმ ბოსტანში უნდა დაითესოს რაღაცეები. მესამე ამბავი ის არის რომ ალბათ ერთ თვეში ბასეინსაც გავხსნით. ეგ არის და ეგ რა გადამეკიდა ეს ბუზი ხარ თუ ნაბოზარი. მოკლედ სტუმრები გავაცილეთ. ტატულიკა კანადაში გაუშვით. ომარიკო საქართველოში გამოუშვით. მე აქ დავრჩი, არ წამიყვანა არც ერთმა თუ არა, ძალით კი არ მინდოდა. მე აქ დავრჩი. ხო და ასეა ეს ამბავი რა. ახლა ნენელა დავიწყებ ქორწილების გადაღებას, თემა ამბავი საქმე. ხო, ლაშა ფილადელფიაში დავაბრუნეთ.
ანზორა გამოფხიზდა, კარგად არის, აღარ დავლეოთ ჩემ ცხოვრებაშიო, რამდენი მილაპარაკიაო, მეთქი ბიჭო, ეგრე არ არის საქმე ახლა, ეგ შენ რაც ილაპარაკე, იქიდან კიდე რამდენი ამოვჭერით და რამდენი არ გადაგვიღია, მაგრამ შენ უტრაგებ ანზორიკოს, ბიჭო, ანზორიკოს, სუკაი სიმთვრალე კი არა აქვს, ცუდი სიმთვრალეც აქვს. ასეა ეს ამბები. დავიწყეთ სათევზაო სიარული, ხო, მადლობა number one fisher, რომელიც ხარ გიორგი რა? მივიღე, მოკლედ, სატყუარები კალმახისთვის. გუშინ ვიყავი გასული დასატესტად. სამწუხაროდ არ იყო კარგი თევზაობა, ეს არაფერში არ არის სატყუარებთან, უბრალოდ თევზაობა არ იყო კარგი, ყველაფერი ვცადე, ჭია, მატრი, თაგვი, დინოზავრი, დათვის კლანჭი, უბრალოდ არაფერზე არ მოდიოდა და. მაგრამ ძალიან კაი კოლექცია შევაგროვე სატყუარების კალმახზე განსაკუთრებით, ასევე ანკესი გავტეხე. რანაირად გავტეხი არ ვიცი, წყალში ვიდექი, ირგვლივ მოვიხედე, არავინ არ იყო, უბრალოდ ისე უაზროდ მოვიქნიე ეს ანკესი, გადაგდების დროს, რომ ტარი მოხვდა წყლის ზედაპირს და შუაში გადადგა. რაც არის ეგ არის. ნუ რა განეწყობა, თუ რა გაეწყობა. $150 ანკესი დავამტრიეთ ჩაოლებრივად. ასევე ვაკეთებთ ჯიპს, რა ჭირდაო ჯიპსო, რომ გვეტრაბახებოდი მაგარი ჯიპი მყავს. ხო, გეტყვი ხარ რა ჭირდა. უკანა სიდენია სავარძელი ჩემს უკან, ანუ მძღოლის უკანა სავარძელი არ იწევა ქვევით, მეორე მხარე იწევა, მაგრამ ეს არ იწევა, ამიტომ ეგ უნდა გავაკეთოთ და შიგნით უნდა მოვაწყო კემპინგის ამბავი. ასევე მივდივართ საკემპეროდ თუ საკემპინგოდ ოჯახი, სადღაც მაისში, მაგრამ მაისამდე მინდა რომ მე თვითონ წავიდე მარტო ჯიპით, ან არ იწავიყვანო საკემპეროდ. ხო, და ესეთი ამბები რა. ძირითადად მაგ თემატიკას მინდა მივაწვე. უფრო ვლოგები, ისიც ხოდი თუ იქნება, შენ არ დაგავიწეს არხი გამოიწერე. არ ვაპირებ მეგობრებო, რამე გრანდიოზულების დაპირებას და მე არ გაკეთებას, უბრალოდ ძველ არხს რაც შეეხება, ორ სიტყვას ამაზეც ვიტყვი. ძველ არხმა სიმართლე რო გითხრა, გულწრფელი რო იყო, მაგარი ჩაიკუკა რა, ჩაიჯვა რა. იმიტომ რომ რაღაცაშია მან საქმე, გაიგე შენ ხო და ნერვების მოშლას და გადავწყვიტეთ რომ ამ არხზე გაყოფილიყავით და ხანდახან ვლოგები დაიდება. მაქსიმალურად ვეცდები რომ კარგი იყოს ვლოგები და საინტერესო, მაგრამ აი ეს აბიზალოვკა რომ გინდა თუ არა უნდა დადო, ყველას თავისი მენია, გაიგე შენ. მაგრამ ის აბიზალოვკა რომ უეჭველი ვიდეო უნდა დადო ამ დროში და ამ იმაში, ეგრე არ იქნება. თვეში ერთი ვიდეო იქნება, ხა მეტი რა გავაკეთო. მაგრამ უფრო საინტერესო ვიდეოები მინდა, ვიდრე ყოველდღიური daily vlog, ხოაზე ხარ. ხო, რავი, შეიძლება სოფლიოს ირგვლივ შემოვიარო, ან რაღაცა ვქნათ, რაღაცა მოვხოდოთ. ხო, ძირითადად იქნება lifestyle ვიდეოები, მეგობრებო, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რაღაცა ეგეთი მსგავსი, ჩემ სტილში, როგორც მე ვასება ხოლმე. ვეცდები რომ მაქსიმალურად ეს ზედმეტი ქალაგური იდეები და თემატიკები აღარ იყოს, უბრალოდ იყოს პირდაპირ უფრო ნატურალური ვიდეოები, ვიდრე რაღაცა აი შექმენი, დაწერე, მერე გადაიღე, აროჩე ტვინის ბურღვა და მერე არაფერი შედეგი, ნერვების მოშლა. ასე რომ აი ესე ჩვეულებრივად ბაზარი რაღაცა კონკრეტულ თემებზე თუ სადმე წავალთ, რაღაცეები იქნება. რავი, კიდე რა შეიძლება ვილაპარაკო, შენ გამოიწერე, არ გამოგიწერე არხი, დაგახვიე თავბრუ, მაშინ ადექი არხი გამოიწერე, ვიდეო დაალაიქე და всё, ეგ იყო. მოგახსენე, იმ ვიდეოს გაგრძელება იყო ჩათვალე რა. ჩათვალე იმ ვიდეოს გაგრძელება იყო. ხო, თუ უყურე შენ კემპინგის ვიდეოს, ანუ მაინტერესებს უბრალოდ ისე თუ უყურე, თუ მოგეწონა ეგ კემპინგის ვიდეო, ნუ ქვევით იქნება ვიდეოს აღწერაში. მაგარი ვიდეო იყო, ვიდეოც კაი იყო, დროც გაივატარეთ. უკეთესი შეიძლებოდა, მაგრამ იწვიმა, ითოვა, რა ვიცი, გამოვყარეს, მთელი ამბები იყო, მოკლედ არ გამაზობ რა. მე როგორც ვიცი, ომარიკო დადო ახლა უკვე ახალი ვლოგი. მე და ომარიკო რო ვიყავით ნიუ-იორკში ჩასული, კარგი იყო, ისიც კარგი იყო, კარგი გასმები გავაკეთე. უეჭველი, ლინკი ეგაც აღწერაში იქნება, უეჭველი გადადინახე. ხო და რავი რა, ნენელა მოვიხოდებით ალბათ, რა ვიცი რა, ხოაზე ხარ რა. არ მინდა რა ეს სიმართლე გითხრა ცოტა დამღალა იმან პასუხისგებლობებმა, რომ ამას ვიზევთ, იმას გავაკეთებთ, ამას გავაკეთებთ. არ მინდა ეგ თემა რა. მინდა რომ ჯიგრულ პონჩი რაღაცეები ვიღო ხოლმე რა და თან მივხვდი და всё, მივხვდი. არ არის ბაზარი, всё, გასაგებია. არ ვაპირებ თავის ტკივილს აი ამ ვიდეოების ასე გადაიღე, ისე content creator-ი და თემა. აი ჩაულებრივად, iPhone footage ბრატ უხა. ხო და აი ესე მივყვებით ამ ამბებს. რაც გამოვა.
არც მე ვიშრომე ბევრს, არ შენ დაგლი ძალიან ბევრს, ამდენ შრომობ, ამდენ სწავლობ, როგორ რატო არ იცი, კაროჩი. როგორც გინდა ისე ქენი რა. ხო, და ცხენის ყიდვას ვაპირებ. აბა ეს ქუდით ყველა გიარო. აი ცხენი უნდა ვაჭენაო აქიდან. აქიდან იქამდე ხო გაჭენდება ცხენი? არ გაჭენდება აქიდან იქამდე ცხენი? როგორ არ გაჭენდება, თო? ერთ ცხენს გააჭენებს კაცი. ხო, ის გითხარი, ჩემს უკან ხანძარი როა, კალიფორნიის დედას შევეც. ჩემს უკან არის მინა მაგარი ხანძარი არის და რავი, თუ მოგვიწია აქამდე, მაგრამ ხე არა მაქვს ეზოში და რა უნდა მომიწიოს? ანუ რა უნდა განმომდოს ახლა მეზობლის დედაც მოტყან გადაიწოს რა. მერე მიწა იაფად იქნება, აბგები ვიყიდე იმ მიწას ხვაზე ხა. მოვაშენებ მე, აი, ვას გავაშენებ, რაღაცა მაგისთანა იქნება. წავედი მოკლედ, აბა თქვენ იცით არ მოიწყოთ რამდენი ვილაპარაკე და შევხვდებით მომავალ ვიდეოებში, აბა რა. იმედი მაქვს. ალბათ. Хуй знает, брат.